მოგესალმებით, მეგობრებო. მე ვარ ასტროფსიქოლოგით ამოკვარტია. გეპატიჟებით ჩემს ასტროფსიქოლოგიის კურსზე, რომელიც დაგვეწყება დეკემბრის პირველ რიცხვებში. და მანამდე სანამ გავივლით უკვე რა პროგრამას გთავაზობთ, ერთი პატარა წინასიტყვაობა მინდა გითხრათ. რატომ გადავწყვიტე უკვე ესე ღია სივრცეში ჯგუფურ კურსი გამეკეთებინა? პირველი ის რომ 12 წელია დაახლოებით ასტროლოგიით ვარ დაკავებული, პრაქტიკოსი, ფაქტობრივად თეორეტიკოსიც, იმიტომ რომ თავიდან თეორიით დავიწყე ასტროლოგიის შესწავლა და მუშაობა თეორიით. შემდეგ უკვე მივხვდი რომ მაინც არ იყო ესეთი პრაქტიკული გამოყენება ჩვეულებრივი სტანდარტული ასტროლოგიის და გავეცანი ძალიან ბევრ სხვა მიმდინარეობებს ასტროლოგიაში, როგორც არის თანამედროვე ასტროლოგია, მაგალითად, რომელიც უკვე ნენელა საჭიროებდა ფსიქოლოგიის ჩართულობას და აქ უკვე გავიარე კურსები ასტროლოგიის, NLP-ი, მაგალითად ნეიროლინგვისტიკური პროგრამირების, ჰიპნოთერაპიაზეც ვიარე და ძალიან დიდი გზა გამოვიარე მართლა, რომ მივხვდრილიყავი, რომ თავარი ეფექტური მუშაობა ასტროლოგიაში არის, როდესაც ჩვენ ვაერთიანებთ ასტროფსიქოლოგიას. იმიტომ რომ ფსიქოლოგია ცალკე სწავლობს ადამიანის ემოციურ სამყაროს, მის ტრავმებს, მის ბავშვობას, ხოლო ასტროლოგია გაცილებით უფრო ხორმა სტრუქტურებშიც ჩადის, მაგრამ თუ ჩვენ ფსიქოლოგიაც დაახლოებით ან ფსიქოლოგიური ტექნიკები არ ვიცით, ასტროლოგია რჩება უბრალოდ ინფორმაციად, გონების მისაღებ ინფორმაციად, მაგრამ მაინც ვერ ვიყენებთ რეალური ცვლილებებისთვის, რეალური პიროვნული განვითარებისთვის. და როგორც კი ჯერ მე თვითონ და ყველაფერს დატესტილი მაქვს ჩემ თავზე, რომ დავტესტე ჩემ თავზე, ჩემ ახლობლებთ მათ ნახეს, რომ შედეგიანი იყო საკმაოდ ასტროფსიქოლოგია და ვერ ვიტყვი ეს ჩემი გამოგონილია, ასტროფსიქოლოგია არის ჩვეულებრივად სკოლები არის ამისიც და ძალიან ისეთი მიმდინარეობები არის ასტროფსიქოლოგიის სხვადასხვა კუთხით და ნუ რეალურად უფრო ამის სწავლა დავიწყე და როცა უკვე რეალობაში ჩაუშვი პრაქტიკაში, მოდით ესე ვთქვათ, არა მხოლოდ უკვე ასტროლოგიური კონსულტაციები დავიწყე, არამედ ასტროფსიქოლოგიური კონსულტაციები, რეალური შედეგები ვნახე. თუნდაც ჩემ კლიენტებთან ვნახე ძალიან დიდი შედეგები, ძალიან დიდი გაცნობიერება, თუ რა არის კარმული ასტროლოგია და უკვე როგორ უნდა ვიმუშაოთ ფსიქოლოგიურად, აი ამ კარმულ ასპექტებზე, რომელიც ფსიქოლოგია შეიძლება ახსნის როგორც ტრავმებს, ამ ცხოვრების ტრავმებს, თუმცა ეს უკვე ასტროლოგიაში ჩანს. წინასწარ შევხედავთ რუკას და უკვე ჩანს ეს ტრავმები სად შეიძლება ყოფილიყო, მაინც რა ბედი ექნებოდა ადამიანს კონკრეტული რუკით, მაგალითად, თუმცა რეალური ინსტრუმენტები უკვე არის ფსიქოლოგიის დახმარებით, რეალური ინსტრუმენტები გვაქვს უკვე, რომ ჩვენ შეგვეძლოს უკვე ვიმუშაოთ ადამიანის პროგრამებზე, ადამიანის მოდით ესე ვთქვათ ტრანსფორმაციაზე. ცალკე მხოლოდ ფსიქოლოგიით, აი მე მიმუშავია ვთქვათ ფსიქოლოგებთან ცალკე ისინიც რომ მუშაობდნენ დაკვრებები, მიწარმოებია მათზე ძალიან ბევრი წლის განმავლობაში და ხვდებოდი რომ აი მხოლოდ ფსიქოლოგიით არ ქონდათ ისეთი შედეგები, ეს ჩემ გამოცდილებას გიყვებით, არ ქონდათ ისეთი შედეგები თუნდაც გაცნობიერების კუთხით, ვიდრე როდესაც ასტროლოგია და ფსიქოლოგია, ვთქვათ, ერთად გამოგვიყენებია და მე ჩვენ გვიმუშავია ფსიქოლოგიურად, ფსიქოთერაპიებზე მაგალითად, ან თუნდაც თავად ფსიქოლოგებსაც რომ შევთავაზე ასტროლოგიური ანალიზი კარმული და მათთვის ძალიან ბევრი რაღაცა გახდა უკვე ძალიან სხვა კუთხით დანახვადი. და აი ამიტომ გადავწყვიტე მეგობრებო, რომ ეს მე ჩემ YouTube არხზეც უამრავი ვიდეო მიდევს, 200-მდე ვიდეო მაქვს დადებული. გადავწყვიტე რომ გამეზიარებინა ეს თქვენთვის და რაღაც ზონაზე ვწერ ხოლმე ვიდეოებს და გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას კონკრეტულ ასპექტებზე, ხო ვისაც ასტროლოგიის შესწავლა უნდა, ძალიან ბევრი მომყვება, თქვათ, ხო, ვიდეოებზე, მაგრამ მე გთავაზობთ უფრო განსხვავებულ კურსს, სადაც იქნება აი ეს ჩემი გამოცდილება გაზიარებული თქვენთვის, რა არის ასტროფსიქოლოგია, როგორ მუშაობს რუკა ფსიქოლოგიასთან ერთად, როგორ შეგვიძლია ჩვენ პიროვნული განვითარების გზაზე გამოვიყენოთ ეს ყველაზე უნიკალური მეთოდი, ყველაზე უნიკალური
საშუალება, აი სულის განვითარებისთვის, ფსიქიკის განვითარებისთვის, ტრამვების დამუშავებისთვის, ესე რომ ვთქვათ, ხომ? და გთავაზობთ ასევე ჩემს უნიკალურ გამოცდილებებს, თუნდაც რა მივიღე ამ წლების განმავლობაში დაკვირვებებით, როგორ განვითარდა ადამიანის ცხოვრება, ვინც მუშაობდა მაგალითად უფრო ამ მიმართულებით, ასტროფსიქოლოგიის მიმართულებით და ნახავთ თქვენ თვითონაც, რომ ამ კურსზე არა მარტო ასტროლოგიის შესწავლის კარგი შესაძლებლობა გექნებათ, არამედ ფსიქოლოგიური საკუთარ თავთან დაკვირვების, ჩაღრმავების კარგი ინსტრუმენტები მოგეცემათ. გაგიზიარებთ ამ ინსტრუმენტებს, ასევე რომელიც მე უამრავ თერაპიებზე, უამრავ სხვა ფსიქოლოგიურ სასწავლებლებში, თქვათ, გამივლია, პრაქტიკაში მიმიღია და ფიქრობ, რომ ძალიან სასარგებლო იქნება ყველასთვის, იმიტომ რომ ეს გზა მეგავლილი მაქვს ისეთ რამეს არ გეუბნებით და არ გთავაზობთ, რაც საკუთარ, ესე რომ ვთქვათ, ცოტა ესე შინაურულ ენაზე საკუთარ ტყავზე არ გამომიცდია, ესე რო გითხრათ. ამიტომ ეს მართლა მუშაობს. ეს სისტემა ნამდვილად ძალიან ძლიერად მუშაობს და გთავაზობთ კურსს და კურსზე რომ მოგიყვეთ ახლა რა კურსი შევადგინე. ამ გარემოში მექნება შეხვედრები. ეს შედგება ასტროფსიქოლოგიური კურსის 3 მოდულისგან. რატო 3 მოდული და რატო არა ერთი მთლიანი, ხო? პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის გაიყოს ჯგუფები, რომ არ აირიოს დონეები და რაც თავარია ყველას კონდეს შესაძლებლობა, რომ იქ გაჩერდეს, სადაც უკვე მისი ინტერესის სფერო ამოწურული იქნება. პირველი მოდული მაქვს პროგრამა, რომელიც არის საერთო დამწყებებისთვის. აი 0-დან შეუძლიათ მოვიდნენ. მექნება Facebook ჯგუფი, აუცილებლად, სადაც დაიდება ეს ვიდეოები იმ დღის შეხვედრის და მე შეგიძლიათ დაბრუნდეთ, მოусმინოთ ისევ თავიდან თუ რამე გამოგეპარათ, ან კიდევ გადახედვა მოგინდათ შემდეგ. ამ დახურულ ჯგუფში ასევე იქნება კითხვები, რომელზეც პასუხები თქვენ თვითონაც შეგიძლიათ ერთმანეთთან ისაუბროთ, ვინც იქნებით დამსწრე. და ასევე იქნება ერთ-ერთი ჩემთვის რაც მნიშვნელოვანი არის ონლაინ სწავლებაც. იმიტომ რომ არის ხალხი, რომელსაც უნდა საზღვარგარეთ არის მაგალითად ჩვენი ემიგრანტები, არიან ადამიანები, რომელიც დისტანციაზე არიან, სხვა ქალაქებში ცხოვრობენ, ყველანაირად იქნება მორგებული ადამიანზე, ვისაც სურს ნამდვილად ჩემთან გავლა ამ კურსის. და აქ არ იქნება მხოლოდ ეს ასტროლოგიური სწავლება, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩვენ გვექნება ძალიან ისეთი მეგობრული, შეკრული გუნდი და ჩვენ გვექნება რა თქმა უნდა უფრო აი ეზოთერული პრაქტიკების გაზიარებაც და პიროვნული განვითარება ეს არის ჩემი მთავარი განხრა ასტროლოგიაში და აი ამ მიმართულებით გვექნება მთავარი მუშაობა. ეხლა პირველი მოდული ეს იქნება დამწყებთათვის, რომელსაც შეიძლება უკვე ჯერ სტრუქტურაში გარკვევა, რა არის თვითონ რუკა, როგორ გამოიყურება და როგორ უნდა წავიკითხოთ ეს რუკა, პლანეტები და თვითონ სტრუქტურა. აი ამის შესახებ ჩვენ გვექნება 5 შეხვედრაში, 2 საათიან 5 შეხვედრაში გავლა. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ის არის, რომ თქვენთვის შეხვედრა, თქვენი 2 საათიანი შეხვედრა რაც იქნება, ეს არ იყოს ისეთ რაღაცებზე ლაპარაკი, რაც ისედაც შეგვიძლია, თქვათ, ჯგუფში ჩავაგდო სტატია და წაიკითხოთ. ჩემთან მინდა ის გავიაროთ, რაც არ წერია. ის გავიაროთ, რაც მხოლოდ ჩვენ გამოცდილებაში შეგვიძლია გაუზიაროთ ერთმანეთს, ანუ მე გაგიზიაროთ თქვენ და იქ იქნება დავალებებიც ჯგუფში, რომ ის ძვირფასი დრო გამოვიყენოთ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების გავლაში, რაც თქვენთვის იქნება მხოლოდ აი ჩემთან ურთიერთობაში გასაზიარებელი და ამას ვერსად ვერ წაიკითხავთ, ეს არის ჩემთვის მთავარი. მეორე მოდული იქნება იანვრის ბოლოსკენ და მეორე მოდულზე ვეპატიჟები ხალხს, ვინც უკვე პლანეტები იციან, სტრუქტურა იციან ასტროლოგიის, მაგალითად და უკვე აინტერესებთ სახლების სისტემა და ასპექტების სისტემა. როგორ მუშაობს ასპექტები, რა თქმა უნდა, პირველ მოდულში შევეხებით რაღაც დონეზე ამას და გავივლით რა არის ასპექტები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ მეორე მოდულში ძირითადი 5 შეხვედრა გვექნება ასპექტებზე და სახლების სისტემაზე მიმართული. ეს უკვე შედარებით მაღალი დონე არის, აქაც იგივე სისტემა, ვიდეოების დადება, ცალკე ჯგუფი იქნება ამისთვის მეორე მოდულის ხალხისთვის და მესამე მოდული, ეს არის უკვე კარმული ასტროლოგია, ეს არის უკვე შედარებით
ბევრად მაღალი დონე, ვინც ასპექტებიც იცის, სახლების სისტემაც იცის, მაგრამ უკვე კარმული კუთხით, კარმული ასპექტების კავშირები ერთმანეთთან აი ამის სწავლა დაჭირდებათ. აი ეს არის ძირითადი სამი მოდული, რა თქმა უნდა, პერიოდულად შუალედებში შემოგთავაზებთ ჯგუფურ თერაპიულ ჯგუფებს ასტროფსიქოლოგიის. მთავარია რომ დაიწყოთ, ესე რომ ვთქვათ, სწავლება და მერე უკვე თქვენ გექნებათ ამის რესურსი, რომ ჯგუფურ თერაპიებზე ვიმუშაოთ. 2დღიანი შეხვედრები იქნება მაგალითად ან 3დღიანი შეხვედრები, სადაც ჩვენ გავივლით აი ამ პლანეტარული ენერგიების, რომელიც უკვე გექნებათ გაცნობიერება, აი ამ პლანეტარულ ენერგიაზე უკვე ფსიქოლოგიური კვლევა ძიება და შინაგანი მუშაობა ყოველ სათაო ასპექტზე ძალიან მნიშვნელოვანი არის. მე ამას ვიყენებ ამ პრაქტიკას, თორე ისე ხო გეუბნებით, ეს ასტროლოგია არის უდიდესი აი ძალიან დიდი ინფორმაცია არის ასტროლოგიური. აი ვადარებ ხოლმე, წარმოვიდგინეთ მანქანა, რომელიც შედგება უამრავი წვრილმანით, ხო? ვინტებით, თავისიდან უამრავი სხვა ნაწილით. და მისი შეკრებით გამოდის უკვე მანქანა. აი ეს არის დაახლოებით ასტროლოგია. უნიშნელოვანესი დეტალი, აი პატარა დეტალიც კი არის მთლიანის ნაწილი და ეს თუ მოვაძრობთ სისტემა აღარ იმუშავებს უკვე. და წარმოვიდგინეთ რამდენი დეტალი არის ასტროლოგიაში, რამდენი დეტალის გაერთიანება მოგვიწევს. და ამიტომ პირველი კურსი არის გათვლილი იმათთვის, რომ მე ბაზას მივცე მათ და ვისაც თქვა თავის გზაზე უნდა მე გაგრძელება, ბაზა ექნება, რაზეც მე გააგრძელებს ასტროლოგიის სწავლას სიტყვაზე, ან ისევ გადავა მეორე ჯგუფში და გამომყვება, აქ ინდივიდუალური არის. მთავარია მოგცემთ თავარ დრაივს, ხო? საიდან მიდიხართ მე უკვე შემდგომ, ხო? რომ ვინც ხა დამოუკიდებლად ისწავლა, ძალიან დიდი დრო შეიძლება დაეხარჯოს და აი ეს მნიშვნელოვანი რაღაც ძაფები გამორჩეს, მნიშვნელოვანი დეტალები გამორჩეს, რომელზეც მე სისტემას ვეღარ აწყობს. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ნუ ფაქტიურად ეს არის შეგიძლიათ შემახმიანოთ ივენთი იდება რა თქმა უნდა დახურულ ჯგუფშიც, ღია ჯგუფშიც ასტროფსიქოლოგი თამოქუბარდია ესე შეგიძლიათ მომძებნოთ Instagram-ზეც შეგიძლიათ ვნახოთ ასტროაკადემიათი და მანდაც დაიდება რა თქმა უნდა ივენთი და ვისაც გექნებათ სურვილი ონლაინ რეჟიმში, რეალურ სივრცეში შეგიძლიათ მობრძანდეთ ძალიან გამიხარდებით დროებით აბა